ბატონო ირაკლი, მოდი გადაუბრუნდეთ. ორი დღე არის მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა არის გახარიას საგამოძიებო კომისიაში ყოფნა და მთავარი შეკითხვა, რომ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა რა უნდა ლომჯარიას 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში გახარიასთან ერთად კაბინეტში. ახლა იყო გახარიას წარმომადგენელი და პრინციპში ვერ გავიგე პასუხი ამ შეკითხვაზე. თქვენ ხო სვამთ ამ შეკითხვებს, მაგრამ თქვენი ვარაუდით ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ხდებოდა ან რას მოითხოვდნენ, რა კოორდინაცია იყო მათ შორის, ასეთი რამე ხო არ გაქვთ ინფორმაცია? Ციტრალე რომ მე ვფიქრობ რომ გახარია უკვე მაგ პერიოდისათვის იყო რომ იტყვიან თავისი უნაგირიდან ამოვარდნილი მხედარი. Იმიტომ ის ვერ იყო ჩამოყალიბებული თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა. მე ამას ჩემი ასე თქვა პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე გეტყვით, როდესაც იდგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, უნდა მოეხსნას თუ არა ნიკა მელიას საპარლამენტო იმუნიტეტის საკითხი, ხო? მაშინ იყო მსჯელობა, სხვათა შორის მე პირდაპირ ვამბობდი, რომ უნდა მოეხსნას, იმიტომ ის ქმედება, რასაც ეს ადამიანი ჩადის, არის სახელმწიფოს ჩამოშლისკენ მიმართული ქმედება, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ეს არის სახელმწიფო, მაშინ ეს ქმედება უნდა შესაბამისად აღკვეთილი იქნას. როდესაც სასამართლო შენ ბრასლეტის ანუ ამ სამაჯურის კეთებას გავალდებულებს და შენ ამ სამაჯურს იხსნი და საჯაროდ ასე თქვათ ისვრი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სახელმწიფოს ესვრი და არა რომელიმე კონკრეტულ ხელისუფლებას. და უმრავლესობაში მოკლედ ხედავდით იმ რისკებსაც, იმიტომ ვიცით რომ ამის უკან მისი ამ გამბედაობის უკან როგორც წესი იდგა ხოლმე გარკვეული უცხოური ძალები, ხო, რომლებიც ეუბნებიან რომ მიდით რევოლუცია ნება დართული გაქვთ. და მაშინ დავსვი მე და სხვებმაც რა თქმა უნდა, საკითხი ასე რომ რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი. და მეორე დღეს თუ მესამე დღეს მოვიდა გახარია პრემიერ-მინისტრი და მან რო იტყვიან აქეთ სრული შემადგენლობა ვიყავით უმრავლესობის, პარტიის ხელმძღვანელობა, დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე ასე შემდეგ და მან აქეთ დეპუტატებს გითხრა, რომ რა თქმა უნდა დავაპატიმროთ და პირიქითო. თქვენო მერე დეპუტატებმა არ დაიწყოთო, რომ იტყვიან უკანასვლით სიარულიო და ასე თქვა თავის შეკავება და იმიტომ ამას მოყვებაო დასავლეთიდანო, გარედანო, გარკვეული ზეწოლა, რეაქციები და მოკლედ ჭრილში არავინ არ დადგეთო. მოკლედ დარტყმა მარტო ჩემზე რო არ მოვიდესო. ეს მას კარგად ესმოდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად აი ეს ფონი აჩვენებს იმას, შემდგომში მისი ნაბიჯები რით იყო განპირობებული. და როგორც აი ამ საგამოძიებო კომისიაში მისი სტუმრობის დროს გამოირკვა, მას ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების წინ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ელჩი, სხვა ეთყობა უცხოელებიც და მაშინ ეს ასე ვთქვათ, ზეწოლა მასზე საბოლოოდ განხორციელდა. და ის დაემორჩილა, მოკლედ აი ამ ზეწოლას, ამის თანაცვლოდ მიიღო მან გარანტია იმისა, რომ ის იქნებოდა ასე ვთქვათ ხელშეუხებელი პოლიტიკური პერსპექტივა იქნებოდა მას და ჩვენ ხედავთ რომ ცოტა ხანში ის პოლიტიკურ პარტიასაც ახუძნებს და 4 თვის თავზე ვაშინგტონში უკვე სტუმრობს და იქ სააკაშვილსაც ხვდება. ასე რომ ეს ჯაჭვი ნათელი იყო. აქ რა თქმა უნდა ლომჯარიას ყოფნა უკვე მის გვერდით, ესეც უკვე ნიშნავს რომ ის კონტროლის ქვეშ იყო უკვე აყვანილი